რატომ არის ისჯება კორუფცია? რატომ გვაქვს 13%-იანი ინფლაცია? რატომ გარბიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან? რატომ არ იმატებს სამუშაო ადგილები? რატომ არის სოციალური დახმარება აბსურდულად დაბალი? რატომ ყდებიან ბავშვები შიმშილით და რატომ არ გვაქვს ხარისხიანი ჯანდაცვა? ესია გრძელია. ამის ნაცვლად ბატონო შალვა პაპუაშვილს აშინებს ის, რომ ბავშვი სადმე სისარტყელას ნახავს და გეი გახდება. ქვიარ ადამიანები შენ იდენტობას არ გართმევენ, მაგრამ მთავრობა ნამდვილად გართმევს შენს ეკონომიკურ მომავალს, ევროპაში გადაადგილების თავისუფლებას და შესაძლებლობას იცხოვრო ღირსეულად. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 15-16% ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში, ანუ ვერ იკმაყოფილებს ელემენტარულ საჭიროებებს. 100,000-ობით ადამიანი სიცოცხლისთვის აუცილებელ დახმარებას სახელმწიფოსგან იღებს. მხოლოდ 2022 წელს თითქმის 29,000-მა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში და მათ შორის ლტოლვილი ძალიან ცოტაა და უმეტესობა არის ეკონომიკური მიგრანტი, რაც აისახება იმაზე, რომ მათი დაკმაყოფილების პროცენტი არის საკმაოდ დაბალი.